დილამშვიდობის. ახლა არის 6 საათი. თითქმის 7 დაიწყო, ჯერ კიდევ აქ ხამია და მივდივართ მატარებლებს გაჩერებაზე. ჩვენი რეისი არის 7:09-ზე და გვაგვიანდება. უკავს და 10 წუთიანო ნახევარია და ეს უკავს 11 და 2 წუთი ჩვენ წეს თუ მოვიდეს. ჩვენი მოვაგონი ვერ გაგვიგიარა. ადამიანი ვართ, ვინც მივდივართ საბოლოო ჯამში ერთად ბრატისლავაში და სამი ვართ ახლა ერთად. უკვე მესამე ჯერია რაც უკვე ადგილი შევიცვალეთ, იმიტომ რომ თურმე 1 ევრო უნდა გადაგვეხადა იმისთვის, რომ ჩვენი ადგილი გქონოდა. ანუ ახლა მოუნდა ამას. ახლა ჩავმოვიდით მატარებლიდან და ჯერ გაურკვეველ ადგილას მივდივართ, იმიტომ რომ არ გვაქვს წინასწარი გეგმა, სად უნდა წავიდეთ. ეგ თან ცუდია, თან კარგიცა. კარგი იმიტომ რომ ზოგადად კარგი იმიტომ რომ თავგადასავლებია და ერთი ამბავი, მაგრამ მეორე ცუდი ის არის, რომ დროს ფუჭად კარგავ ხანდახან, იმიტომ რომ არ იცი სად უნდა წახვიდე შემდეგ. ესე გამოიყურება ბრატისლავა. ჩეხეთი ჯობდა, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, რასაც ვუყურებ, მაგრამ ნახოთ. მიესალმე ხალხს. Again, Palace. Oh my god. Palace Grasakhovich. Yeah, this is the name of this place. Okay. Great food. Where everyone? This is where the president of Slovakia lives, and we can visit it only in June. Inside? Yes. Yeah. It's visitable and it's free actually. Oh, good. Thank you. You're welcome. ეხლა ყველა მოტივირებულია რაღაცნაირად, რომ წავიდეთ ქართულ რესტორანში. რამოდენიმე ადგილის ნახვის შემდეგ რა. ხო და უნდა გასინჯო ქართული კერძები. ეხლა მე რო გავაკეთო, შევარცხვენ ქართულ ტრადიციულ კერძებს და ჯობია რომ სადაც იციან და აკეთებენ იქ და გემოვნონ. აი მე კი მომენატრა ნამდვილად. აჭარული ხაჭაპური. ხინკალზე არ გიждები, ნუ ჩამქოლავთ, მაგრამ ხინკალსაც მივირთმევდი გემრიალა. ძალიან მაინტერესებს ცხოჩი როგორ აკეთებენ ქართულ კერძებს. ასე გამოიყურება წინიდან სლოვაკეთში პრეზიდენტის სასახლე. ფიქრობ რომ ეს უკეთესია და უფრო ლამაზია, მაგრამ არ აქვს შესამცით. ახლა ვარ სუვენირების მაღაზიაში და
შეგიძლია რომ ხელს წამოაყოლო რა, 1-2 რაღაც აქედან სამახსოვროთ, მაგრამ ნახოთ ერთი ფასებს გადავხედოთ. ესენი არის მაგნიტები. და ღირს ერთი ცალი ყველაზე პატარა 5 ევრო 12 და 20. არ ვიცი. აი ეს რა არის, არცხვენიათ? გაჭებული ხალხი. მაგნატუნა. Do you like anything? Wow. Oh! აუ ესეთი როგორ მინდა ერთი ცალი, უბრალოდ ერთი ცალი, მაგრამ აქ ძალიან ცუდი ღირს. ან ჩნახატი. აი მე ვიცი. ამ სახელი დამავწყდა. მინდა ეს, მაგრამ ჩეხეთში უფრო იაფიღირდა ეს. ბატონმა ანდრეიმ ხარისხი დაიწუნა სურათების. ცუდი იდეა, ასე რომ ვთქვათ. მე გირჩევთ ესეთებს. თუ მით უმეტეს ეწევით, ეს ის არის, რაც გჭირდება. ხოლოდებით ანდრეის მეგობარს. უნდა მოვიდეს და მე გვეტყვის კარგ ადგილებს. რაც არის სანახავი და კიდე სად შეიძლება ჭამოთ. იმიტომ დილიდან მოყოლებული არაფერი არ გვიჭამე ესე წამოვედით. აშად. აკეთ. ეს საელჩო, აი აქ ქართულ დროშას რასაც ხედავთ, მეგონა ქართული რესტორანი იყო, ისე მშიოდა. ანუ ხალხო ვცადე რომ ეს ჯაჭვებიდან მომეხსნა ეს კამი და დამჯდარიყავი. მაგრამ დაბმულია. არა ვშვის. ეხლა შემოდით რომ რაღაცა რესტორანში, ანუ აქ ქართული საჭმელი და ქართული რესტორანი არ არის, მაგრამ ერთი ქართული საჭმელი აქვს. უბრალოდ მე მაინტერესებდა აქ ქართული რამე ღვინო თუ ქონდათ. ჩვენი კოკოლაც. ან ძალიან ერულობ ხალხო მართლა, იმიტომ რომ მგონია რომ ნამდვილი ქართული არ იქნება აქ. და არ მინდა რომ იმედები გამიცრუდეს მე და არ მინდა რომ ამ ხალხს რაც მოლოდინი აქვს. ოკეი, არა უშავს. ანუ სანამ რომ გადახედა მენიუს, დაინახა პასტა. იტალიური. რომელიც წესით როგორც იტალიელების შეფერით, ისეთი არ იყო ზუსტად და ზუსტად ეს მგონია ქართული საგერაც იქნება, მაგრამ ნახოთ. How can mix it? Okay. No. First of all, you can put pork and just mix together everything. Yeah. I don't know what it is. I don't like it. Yeah, me too. I don't like it. What it is. You just need to mix together. Yeah, like this. Let's try my first bite. Very good. No, it's this. They try. ის არ არის რაც არის უნდა იყოს ნამდვილში, მაგრამ ესე იმედგაცრუება ბოლის როდის მეგრძენი აღარ მახსოვს. ძალიან შერსხონია ვთქვი თავს, მაგრამ it's okay.
არ მოვსულიყავით. ახლა ვართ მუზეუმთან, გამოვედით რესტორნიდან. სლოვაკელებისთვის ღირს 2 ევრო და ალბათ და ერთი ადამიანისთვის ჩვეულებრივი ბილეთი ღირს 4 ევრო. ეს არის Old Town Hall exhibition of the city history. იმ მუზეუმში შესვლა რო გვინდა და მთავარი შესასვლელი არის აქ. ძალიან ლამაზია. აქეთკენ არის უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტის და ახლა უნდა შევიდე და დავათვალიეროთ მუზეუმი. ეს არის ტურისტული ადგილი ბრატისლავაში. როდის უნდა შევიდეთ? არა, ეგ არ იყო მუზეუმი. ეხლა უნდა შევხვდეთ ჩვენ ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც ახლა ჩამოვიდა და წეგან გითხარით. და არ ვიცი, ეს იყო მუზეუმი, ანუ ეს იყო მარტო წეგან რაღაც შიგნით სივრცეც ჩანდა რომ იყო და რავი. Show me that don't need no money, don't need nobody, just need your body. Show me that so sweet like. ახლა მივდივართ უკანა გზაზე რა. უნდა შევხვდეთ ჩვენ მეგობარს ალის, რომელიც არ წამოვიდა ჩვენთან ერთად, არ ვიცი, რატომ მგონი ჩაეძინა. და ეხლა უნდა ვნახოთ, დავხვდეთ და წამოვიდეთ და მე მთავარ სასახლეს ვნახავთ, რაც არის აქ სანახავი ბრატისლავაში. რატომ არ გამოვედით? კი არა, რომ დავთორჭავ, მეთქი მაგდონალდსსა და რომ დავჭამოთ. Here. We up in the clouds with the sun in our eyes. დღევანდელი დღე ისე ქონდა გათვლილი რომ უნდა წავსულიყავით ვენაში ან ბუდაპეშტში, მაგრამ რაღაცების გამო და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გადაგვედოდა და მაგ დავწამოვიდით დღეს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში. Just need your body. ან შემდეგ მუზეუმში მოვედით. ესე დავდგებით გარედან, შევხედავთ რა არის, როგორ არის, რისია და მე შეგინ არ შევდივართ, ანუ ეს არის, არა, ეხლა შევდივართ, მაგრამ ეს არის Mirbac Palace, Bratislava City Gallery. Okay. აი ეს ყველაფერი შველის. ეხლა უნდა მოვიღო 40 ევრო. ესე 4 ევრო. აი ასე გამოიყურება 5 ევრო და ასე გამოიყურება 10 ევრო. ჩვენ ნუმიზმატიკას ვსწავლობთ და ყველაზე მეტად ეგ საგანი მაინტერესებდა. ანუ თითოეულ ფოტოზე ინფორმაციის გაგება თუ კიდე უნდა დაასკანერო Google-ში და თითოეულ ფოტოზე მე ამოგეგდებს სადავთ მეტ ინფორმაციას. აქ ძალიან ბევრი ნამუშევარია და ალბათ განსაკუთრებულებს ამოვირჩევთ.
ადრე დაგვიდოს ამ მუზეუმის დასკვნები, ანუ რა ვნახეთ, რისთვის ნახეთ, ეს სართული მაინტერესებს კონკრეტულად. მე დიდი ალბათობით გავიგე, რომ ვიეტნამის ომიდან გამოქცეულ ხალხი, რომელმაც ჩეხოსლოვაკიაში აფარა თავი და აქაც პროტესტებს მართავდნენ. ხო? პროტესტებს, ხო. სლოვაკელების წინააღმდეგ, ვინც განაცხადა, რომ რაღაც ფაშისტური ისინი ჰქონდათ, რა ვიცი, აზრები. დაიწყეს. ახლა ვარ სლოვაკეთის ციხესიმაგრეში. აქ 1922 წელს მოაწერეს ხელი სლოვაკეთის კონსტიტუციას და ეს არის სლოვაკეთის ერთ-ერთი კი არა და მთავარი ციხესიმაგრე. ხო და უკეთ ვნახოთ. ახლა ვარ ბილეთების საყიდლად და რა ღირს ჩვენთვის სტუდენტებისთვის ბილეთები 7 евро. დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს ვერცხლის ჭურჭელი. ეს ალბათ ჩაის ჩამოსასხმელი იყო. ხო და აუდიო გიდი გვჭირდება, რომ ისტორია მოგვიყვეს. იმიტომ რომ ვიკიპედიაში მხოლოდ ის წერია, რომ კონსტიტუცია ეცოლა. გამარჯობა. ეხლა ნავიდეთ. აურალა მასკები შეხედეთ. ანუ ამ სასახლეში მეც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრდი ამ სასახლეში მეც. Did you like this castle? It's not bad. It's okay. It's okay. Oh yeah. Oh, it's really beautiful. You see? ვაიმე, რა არის ეს? შემიძლია გასვლა? აკასვლა შემიძლია? როგორ არა მაგისთვის არის? გჯერათ ეს სილამაზე? ანუ სულ მავიწყდება, რომ მიკროფონში ვილაპარაკო. მე არ მჯერა. ერთადერთი რაც არ მომწონს და ბევრ მუზეუმში და ბევრ რამეში ვხედა შეშორბივართ ხოლმე და გამორბივართ, იმიტომ რომ დროში სულ ვიჭედები და წესრიგად ვერ ვასწრებთ, რომ მშვიდად დალაგებულად ვიყოთ, მაგრამ აი შიგნით საბაზონების გაკეთება, ანუ საფერფერაშოს გულისხმობ კაფეების გაკეთება, ანუ კარგით რა, არ აქვს ძველი სახე და არ არის ლამაზი. აქ წიგნების მაღაზია. ეს არის ყველაზე მაღალ წერტილიდან ნანახული ბრატისლავა. ხო, აქ თუ წამოსვლას გადაწყვეტ, უკალავ ჩაიდით და რაღაცა შეხედეთ, ანუ ცხელა ძალიან აქ ამ შენობაში და ძალიან ცხელა მეღადავები, საშინლად ცხელა. აბარა, ეს იმისთვის არის, რომ დაგიდო. ეხლა ნახე გაიხდეს. არ ვიცოდი რა. ახლა ვართ ბურგერ კინგში და რაღაცები ნავარჩა და ვჭამოთ. ბიჭები შაურმის საჭმელად წავიდნენ და ჩვენ ბურგერში ვჭამთ. ჩვენ ვართ დანკენში. დანკენში.
დიდხანი ველოდებით და მატარებელზე მგონი გვაგვიანდება კიდეც მაგის გამო. როგორც იქნა მოვიდა. ანუ არ გაგიგორდეთ, მაგრამ მე ცხოვრებაში პირველ ჭამ ამ ბურგერ კინგს. Oh, we need this. Აი, გავხსნათ. ახლა. კარტოფილი ნახოთ. It's good. But McDonald's the best. Yeah, I think McDonald's is better. Cheaper. ეხლა ნავჭამო ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ გვაგვიანება. ეს არის it's nuggets, chicken nuggets. Let's go. One. No, we have to. Do you call them? I want this. Where are they? With you. Ooh, 790 perfect. No, I won't be afraid. Oh, I won't be afraid. Just as long as you stand by me. So, darling, stand by me. Oh. გვიანებთ და ტექსტი მივდივართ. მე და მივსწრებთ და შემდეგი მატარებელი ძალიან ქვიან გადის და ფულს გადავიხადოთ. იმიტომ რომ სტუდენტებისთვის ვაიმე, არ იცის ტაქსის ხოლმა, სად არის გაჩერება? დაგვერღა. იცის? შეიმოს რომ მიკროფონს რო იღებო კუგული მისკდება. დავიწყოთ. ხომ დავიწყოთ. ეხლა ვართ მატარებელში და წაღან მიყავი 64-ში, იმიტომ რომ მოხვდი ახალგაზრდა სიმპათიურ საზოგადოებასთან. და ეხლა გადმოვჯექი მე ანდრეისთან და მეთქი ფეხბურთს უნდა ვუყუროთ, იმიტომ რომ დღეს არის ესპანეთის საქართველოს თამაში და ეხლა რადგან საქართველო მაგიტომ შეიძლება ვუყუროთ. თორე ზოგადად ფეხბურთის დიდი ფანი არ გახლავართ. მში დავაედიტებთ, დავმონტაჟებთ, დავჭრით და ნახავთ რა გამო. იმედი მაქვს ესეთი გამოვარო რომ ვუყურებ ხოლმე კარგად გამახსენდება. რა. Should tumble and fall, or the mountain should crumble.